მეორე რაც აუცილებლად უნდა გითხრათ, ყველა პროფესიაში თქვენ ხართ მულტიპროფესიული ჯგუფი. ზოგი აქციის სამართლის ფაკულტეტიდან, ზოგი ჟურნალისტიკის ფაკულტეტიდან, ზოგი მეღვინეობა მევენახეობის და ასე შემდეგ. და ვერც ერთ სფეროში ვერ შედგებით რეალურად თუ საჯარო გამოსვლა არ შეგეძლებათ. ხშირად მეკითხებიან ხოლმე ბევრი წიგნი რომ წავიკითხო და უშუალოდ დავაგროვო სიტყვის კარგი მარაგი, შევძლებ თუ არა საჯარო გამოსვლას. მე გარწმუნებთ რომ კარგი გადმოცემის უნარი უნდა გქონდეთ იმისთვის რომ კარგი საჯარო გამოსვლა შეძლოთ. ძალიან ბევრი წიგნი შეიძლება გქონდეს წაკითხული ადამიანს, მაგრამ იმის დემონსტრირებას, იმ ყველაფრის რეალიზებას ვერ ახერხებდეს, იმიტომ რომ გადმოცემის უნარი კიდევ უფრო სხვა რამეა. მეცაც გეტყვით, ხანდახან, როდესაც კითხვის დასმა გინდა, ძალიან გაინტერესებს რაღაც საკითხი და გინდა რომ კითხვა დაუსვა ადამიანს. აი ძალიან ბევრს ფიქრობ და იმდენად ბევრს ფიქრობ, რომ ბოლოს შეიძლება დრო დამთავრდეს და აღმოჩნდეს, რომ თქვენ ვერ მოახერხეთ კითხვის დასმა. აქაც საჯარო გამოსვლის შიში გძლევთ ხოლმე. ყველაზე მთავარი რაც მინდოდა მე თქვა თქვენთვის არის ის, რომ საჯარო გამოსვლის შიში არ დაიძლევა ასე. მოდი ლექციებს გავივლი, კურსებს გავივლი და მერე გამოვალ ხალხის წინაშე. ყველაფერი გამოცდილების, ცოდნის დაგროვების შედეგია. გარწმუნებთ, რომ ნებისმიერ პროფესიას სჭირდება გაყიდვა. თქვენ უნდა გაყიდოთ საკუთარი თავი. დღეს არის 21 საუკუნე, მე განათლებული ვარ, ეს ფრაზა არ მუშაობს. მე როგორ შემიძლია საკუთარი თავის შეფუთვა და გაყიდვა, აი ეს არის მნიშვნელოვანი. დააკვირდით თუ გინდათ ტიკტოკერებს, დააკვირდით ადამიანებს, რომლებიც საკუთარ პროდუქციას გთავაზობენ ინტერნეტში. შესაძლოა მთლად კარგი წინადადებებით, კარგი ქართულით, კარგი, რა ვიცი ხა სიტყვათა წყობით არ გამოირჩევიან, მაგრამ არასკროლად მოусმენთ. და ძალიან დაგაინტერესებთ კიდეც, რას გთავაზობენ ესენი. იმიტომ რომ საჯარო გამოსვლას არ ჭირდება მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების კარგი წყობა. ცოტა არტისტიზმით საჭიროა. რაც შეიძლება კარგი და ჯანსაღი იუმორის გრძნობაც. ბევრი რამე, რაც ჩვენ ამ ლექციების მანძილზე ვისწავლეთ, ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ კარგი საჯარო გამოსვლელი იყოთ. ძალიან გთხოვთ, მინდა რომ ამ ლექციების შემდეგაც, რაც ჩვენ გავიარეთ, გაგიჩნდეთ სურვილი მაქსიმალურად ბევრი ქეფოთ ინფორმაცია საჯარო გამოსვლის ტექნიკების შესახებ. ალბათ ზოგიერთი თქვენგანი, თუმცა მე არ მგონია რომ აუდიტორიაში იყოს ასეთი ადამიანი, ვინც ამას ვერ აცნობიერებს, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად მიხვდება რა არის საჯარო გამოსვლის ძალა, სიტყვის ძალა. და რა მხვედრითი წილი აქვს მას, როდესაც დაუშვათ პროფესიაში შედგებით. მე ვიცნობ ძალიან ბევრ კარგი იურისტს, ძალიან ბევრ კარგ ჟურნალისტს, ძალიან ბევრ კარგ პროფესიონალს, სხვაშორის ლექტორსაც, რომელსაც გადმოცემის უნარი არ აქვს კარგი და სავარაუდოდ შესაძლოა სტუდენტებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდნენ. იმიტომ რომ გადმოცემის უნარი არის ყველაზე მთავარი, რომელიც გაახლოვებთ ადამიანებთან. წარმოიდგინეთ, ყავთ მეგობარი, რომელსაც არც ემპათიის უნარი არ აქვს, არც მოსმენის კულტურა არ აქვს და არც კარგი რჩევების მოცემა შეუძლია. მე მგონი რჩევების მოცემა ცოტა უფრო ნაკლებად გჭირდებათ ალბათ იმ ადამიანებისგან, ვისაც ემეგობრებით. თქვენ უფრო გჭირდებათ ალბათ კომუნიკაციაში შესვლა. ან ყველაფრის თავი დავანებოთ, თქვენ ხართ ახლა ისეთ ასაკში, როდესაც შეყვარებულები ყავთ, როდესაც პირად ცხოვრებაშიც გინდათ გარკვეული ცვლილებები და წარმოიდგინეთ, შეხვდეთ ადამიანი, რომელთანაც უბრალოდ სალაპარაკო თემა ვერ მოძებნეთ, რომელთანაც ვერ აეწყვეთ. ვერ აწყობაში რა იგულისხმება, იცით? კომუნიკაციაში ვერ შედექით. აი, შენ რასაც ეუბნები, ადეკვატურად ვერ იგებს და ან პირიქით, თქვენ ვერ უგებთ მას. ან ძალიან სწრაფად ლაპარაკობს, ან იმდენად რილა ლაპარაკობს, რომ ვერ ალაგებს აზრს. სხვათა შორის პირველი პაემანი ძალიან გავს პირველ საჯარო გამოსვლას, ხშირად ვამბობ ხოლმე. და ერთი ესეთი მაგალითი უნდა გავიხსენო, ერთი გოგო მეუბნებოდა, რომ ვით შევხვდიო ძალიან ხანგრძლივი მესიჯობის შემდეგო. და პირველი შეხვედრის მერე არ შემხვდაო და როგორ ფიქრობო? მე შემიძლია რომ დაურეკო და მეთქე არავითარ შემთხვევაში თქო. და ვეკითხებ ესეთ რამეს, რაზე ისაუბრეთ თქო და მიყვება რომ პრაქტიკულად ბიჭი არ საუბრობდა, საუბრობდა გოგო. თავის
მოლოდინებზე, თავის მომავალზე, თავის პროფესიაზე და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ბიჭმა არ დაურეკა და აინტერესებდა ამ გოგოს რა იყო პრობლემა. ნახეთ, გოგო მთლიანად ამოწურა საკუთარი თავი, პრაქტიკულად არ დაალაპარაკა ეს ბიჭი. და იმდენად ყველაფერი ხელის გულზე იყო, რომ მისთვის საინტერესო არ იყო ამ გოგოსთან ურთიერთობა. დღეს საკმაოდ ბევრი ხართ ბიჭები და ალბათ დამეთანხმებით, რომ ადამიანი, რომელიც სრულად ამოწურავს საკუთარ თავს და საინტერესო არ არის კომუნიკაციურად, შესაძლოა მეორედ აღარ მოგიდეთ პაემაზე მასთან ერთად წასვლა, იმიტომ რომ მან ყველაფერი ამოწურა თავის შესახებ და თქვენთვის ხომ საინტერესო უნდა იყოს მასთან დიალოგი. ასეა საჯარო გამოსვლაც. როგორც საჯარო გამოსვლის დროს ჩვენ ადამიანებს თავს ვაწონებთ აუდიტორიაში, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვან, რომ რა მაგარი სპიკერი იყო, ზუსტად ასე ვაწონებთ პაემის დროსაც თავს ადამიანებს. თუმცა ორივე შემთხვევაში ერთი რამე საერთოა, შესაძლოა ზუსტად ისეთი არ ვიყო რეალურ ცხოვრებაში, როგორც სპიკერი ვარ და ზუსტად ისეთი არ ვიყო როგორც თავს ვაჩვენებ ადამიანს პირველ პაემანზე, ხო ძალიან გავს ეს ყველაფერი ერთმანეთს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ გაიარეთ ჩემთან ესეთი სალექციო თემა, ეთიკური მომხსენებელი და გაიარეთ ასევე ტექსტის სტრუქტურირება, როგორ უნდა მოხდეს საჯარო გამოსვლის ტექსტის სტრუქტურირება, მისი თანმიმდევრულობა და ასე შემდეგ. აი თუ ამ ხას კარგად მიყვებით საჯარო გამოსვლის დროს, თქვენ აუცილებლად შეძლებთ აუდიტორიის მართვას. აუდიტორიის მართვა ცუდი რამე არ არის თავისთავად. აუდიტორიის მართვა ნიშნავს იმას, რომ მაჯისცემას გრძნობდეთ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც